ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი რამ ჯერ არ გამოუცდიათ თავის ისტორიაში. აშშ-ში ზუზენაესმა სასამართლომ ფაქტობრივად მისცა დონალდ ტრამპს უფლება მიითვისოს ძალაუფლება და გაათავისუფლოს ისინი, ვისთანაც ამერიკის პრეზიდენტს საერთოდ არ ჰქონდა არანაირი კავშირი. აშშ-ში ზუზენაესმა სასამართლომ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ გააფართოვა პრეზიდენტის უფლებამოსილება მოხსნას ჩინოვნიკები. გააუქმა თითქმის საუკუნოვანი პრეცედენტი. ამიერიდან დონალდ ტრამპს შეუძლია გაათავისუფლოს და დანიშნოს დამოუკიდებელი სააგენტოების ჩინოვნიკები, რომლებიც არასდროს ემორჩილებოდნენ არც კონგრესს და მით უმეტეს არც პრეზიდენტს. ეს იყო დემოკრატიის იდეა. უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც აბალანსებდნენ პოლიტიკას. ეხლა ისინი აღარ არიან. ეხლა ეს აშშ-ში უბრალოდ აღარ არსებობს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. გარდა ამისა, აშშ-ში ზუზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებითაც, რომლებიც უკვე ნოემბერში გაიმართება. ეს გადაწყვეტილებაც არაფერს კარგს არ უხადის აშშ-ს. ამავე დროს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ არ მისცა დონალდ ტრამპს უფლება, უბრალოდ გაეთავისუფლებინა ფედერალური რეზერვის სისტემის ჩინოვნიკები, რამაც ასევე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საინფორმაციო სივრცეში, რადგან ეს ძალიან ორმაგი სტანდარტებია. მოდით ამ გამოშვებაში ვცდი მარტივი სიტყვებით აგიხსნათ, რა ხდება ამჟამად შეერთებული შტატების პოლიტიკაში. რადგან ბოლო დღეებში უზენაეს სასამართლო ერთი მეორის მიყოლებით იღებს გადაწყვეტილებებს სკანდალურ სარჩელებზე, რომლებიც დონალდ ტრამპს უკავშირდება. და ეს გადაწყვეტილებები რადიკალურად ცვლის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ლანდშაფტს. და ეს ყველაფერი მიგვიყვანს ტოტალურ უზურპაციასა და ძალაუფლების კონცენტრაციას პრეზიდენტის ხელში. და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ვუყურებ, თუნდაც უკრაინული და ევროპული მედია უკვე წერს უზენაეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ გადავწყვიტე აგიხსნათ, რა ხდება სინამდვილეში. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქვეა ბულები ჩემს ყველა სოციალურ ქსელზე. მოდით ფიგურალურად აგიხსნით, როგორ არის მოთხოვილი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა. აი ესე მოთხოვილი ხელისუფლება აშშ-ში. ცდილობ ეს სიმბოლურად აგიხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სახლში შესასვლელ კარზე 3 საკეტია და იმისათვის, რომ სახლში შეხვიდეთ, ყველა 3 საკეტი უნდა გააღოთ. პირველი საკეტის გასაღები ჯიბეში გაქვთ. მეორე საკეტის გასაღები მეზობლებთანა, რომლებიც გაკვირდებიან, რომ რაიმე სისულელი არ ჩაიდინოთ. და ისინი აკვირდებიან, დაბრუნდით თუ არა წვეულები და მთვრალი თუ არა. მესამე გასაღები კი დამოუკიდებელ მცველთანაა, რომელსაც ვერ გაათავისუფლებთ ხოლმე იმიტომ, რომ არ მოგწონთ. მაგრამ ოდესღაც თქვენმე დაიქირავეთ ეს მცველი და სწორედ ის იცავს სახლს და არ გაძლევთ უფლებას, თუნდაც თქვენ ავნოთ ამ სახლს. მაგრამ ის უბრალოდ არ შეგიშვებთ თქვენსავე სახლში, თუ თქვენ მოხველით განზრახვით ავნოთ ამ სახლს. აი დაახლოებით ასეა მოწყობილი ამერიკის ხელისუფლება ბოლო 250 წლის განმავლობაში. პრეზიდენტი, კონგრესი და რას მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი უთხრება ერთმანეთს ხელს აკავებენ, რათა არავინ გახდეს ზედმეტად ძლიერი. სამივე მათგანს თავისი გასაღები აქვს და ერთი მეორის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. გადაწყვეტილების მისაღებად სამივეს გასაღებია საჭირო. პრეზიდენტი, კონგრესი, დამოუკიდებელი უწყება. მაგრამ 29 ივნისს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უბრალოდ ამ კარის მესამე საკეტი ამოიღო. ეხლა ამ სახლში მესამე საკეტი უბრალოდ აღარ არსებობს. შესაბამისად, მესამე გასაღებიც აღარ არის საჭირო. და უზენაესმა სასამართლომ ეს ძალიან ფრთხილად გააკეთა. იურიდიულ ფორმულირებებში, ყოველგვარი ხმაურიანი სკანდალების გარეშე, ამიტომ ადამიანების უმეტესობამ ვერც კი შეამჩნია, რომ რეალურად მოხდა რაღაც ისტორიული. აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს მისცა უფლება, ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანი გაეთავისუფლებინა. ეს იყო გადაწყვეტილება საქმეზე ტრამპის სლოტერის წინააღმდეგ. უზენაესმა სასამართლომ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ გააფართოვა პრეზიდენტის უფლება გაათავისუფლოს მოხელეები. გააუქმა რა თითქმის 100 წლოვანი პრეცედენტი, სახელწოდებით ჰამფრის ეგზეკუტორი. რას იშოვს ეს მარტივად? აი უბრალო სიტყვებით. ამერიკაში არსებობს დაახლოებით 2 ათეული ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სააგენტო. ეს სტრუქტურებია, რომლებიც სპეციალურად იქნებოდა იმისთვის, რომ პოლიტიკისგან დამოუკიდებლად ემუშაოთ. ისინი არანაირი გადაჭარბების გარეშე არეგულირებენ ამერიკელების აბსოლუტურად მთელ ცხოვრებას. ეს სააგენტოები არეგულირებენ ამერიკული ცხოვრების უზარმაზარ სფეროებს. შრომითი დავები, ფედერალური თანამშრომლობის უფლებები, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია, რაღაცა საკრედიტო კავშირები, პროფკავშირები, MM. საშიში საქონლის გაწოვის საკითხები, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების რეგულირება, ავიაკატასტროფების გამოძიების საკითხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დამოუკიდებელი უწყებებია და ისინი პოლიტიკის მიღმა მუშაობენ. 1914 წლიდან კანონი
ამ უცხოების ხელმძღვანელებს იცავდა ერთი მარტივი წესით. ამ კომისიების წევრების გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ, ციტირებ, არაეფექტურობის, მოვალეობების უგულებელყოფის ან თანამდებობრივი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. მაგრამ არა იმის გამო, რომ ისინი კამათობენ ან პრეზიდენტს არ ეთანხმებიან. არა, სწორედ ეს იყო მთავარი, რომ ეს უცხოები საერთოდ არ იყვნენ პოლიტიკასთან დაკავშირებული და ეს აძლევდათ საშუალებას ემუშაოთ ამერიკელების სასარგებლოდ ნებისმიერ ხელისუფლებაში, საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში. და აი უზენაესმა სასამართლომ ეს წესი გააუქმა. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში. მაშინ დონალდ ტრამპმა უბრალოდ გაათავისუფლა ფედერალური სავაჭრო კომისიის წევრი რებეკა სლოტერი, რეალური მიზეზის დასახელების გარეშე. მან უბრალოდ თქვა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნა, ციტატა, შეუთავსებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და მორჩა. ანუ, რატომ გაათავისუფლა? იმიტომ რომ არ შეეფერება. წერტილი. და სლოტერმა რა თქმა უნდა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ის თანამდებობაზე აღადგინეს 1935 წლის პრეცედენტზე დაყრდნობით. შედეგად, შეერთებული შტატების მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი უზენაეს სასამართლოდან განაცხადა, რომ თქვენი ეს პრეცედენტული სამართალი სისულელეა და ამიტომ უზენაეს სასამართლო უბრალოდ აუქვებს ამ პრეცედენტს. ლოგიკა ასეთია. ფედერალური სავაჭრო კომისია მაინც არ არის დამოუკიდებელი ორგანო. არა, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანო უნდა კონტროლდებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ანუ პრეზიდენტის მიერ. და ეს ამბავი ესეთი მასშტაბური არ იქნებოდა, რომ არაერთი, მაგრამ ერთი შეხედვით ითხვი, დონალდ ტრამპმა ვიღაც თანამშრომელი გაათავისუფლა, თანაც რაღაც კომისიიდან და მერე რა. აი რა მოხდა. ეს უცხოები სპეციალურად გახადეს დამოუკიდებელი, თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისგან. იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიღებულიყო ფაქტებზე დაყრდნობით და არა ერთი ადამიანის პოლიტიკური ნებით, ანუ ვიღაცის პოლიტიკური სიმპათიებით. სლოტამ თავად ასე ახსნა ეს. დამოუკიდებლობა საშუალებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილებები არსობრივად ფაქტებზე დაყრდნობით და ამერიკელების ინტერესების დასაცავად. როდესაც ხელმძღვანელს შეიძლება გაათავისუფლო მხოლოდ იმიტომ, რომ ის პირადად არ მოსწონს პრეზიდენტს, ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი დაიწყებს ხელმძღვანელობას არა ამერიკელების ინტერესებით, არამედ ამ პრეზიდენტისადმი ლოიალობით. და ყველაზე შემაშფოთებელი აქ ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ იზოლირებული გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გათავისუფლება. ეს არის თვითხელისუფლების ფილოსოფიის შეცვლა. იურისტები ახლა იმ დოქტრინას, რომელსაც დღეს სასამართლომ კანონიერი ძალა მიენიჭა, ერთიანი აღმასრულებლის თეორიას უწოდებენ. ასეთი განსაზღვრება. აი ამერიკელი იურისტები ამბობენ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეს არის ერთიანი აღმასრულებლის თეორია. ეს არის იდეა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სრული კონტროლი მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ იქნება დამოუკიდებელი. მთლიანად პრეზიდენტის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. და აი მოსამართლე სოტომაიორი, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ისაუბრა, განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ციტატა, აძლევს პრეზიდენტს ძალაუფლებას, რომელიც უცნობი იყო ინგლისის მონარქისთვისაც კი, რომლის წინააღმდეგაც აჯანყდნენ დამფუძნებელი მამები. და ამაღლებს მას იმ ხელისუფლების შტოებზე, რომლებიც ადრე მასთან თანასწორები იყვნენ. და კეთილსინდისიერად კანონების შესრულების ვალდებულებას აქცევს ლიცენზიად, რომ იმოქმედოს ამავე კანონების წინააღმდეგ. და აი დღეს როგორც ის ამბობს, სასამართლო უარყოფს დემოკრატიულ უცხობას იმის გამო, ვინც ამახინჯებს ხელისუფლების სტრუქტურას, უმრავლესობის თეორიის სასარგებლოდ ერთიანი, ტოტალური აღმასრულებელი კონტროლის შესახებ. და აქ თავად დონალდ ტრამპი. აჩვენა რამდენად ელოდა ამ გადაწყვეტილებას. შემდეგ მის ციტატა. 90 წლის პრეცედენტი სრულად და უპირობოდ გაუქმდა, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს პრეზიდენტის ძალაუფლებას იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა. ანუ დონალდ ტრამპი არც უარყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება უბრალოდ აფართოებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და ამას ეწოდება ხელისუფლების უზურპაცია. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის დეტალი, რომელიც მთელ სურათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. იმავე დღეს იგივე უზენაეს სასამართლო განიხილავდა დონალდ ტრამპის მცდელობას ლიზა კუკი გაეთავისუფლებინა ფედერალური სარეზერვო სისტემიდან. ეს არის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი, რომელიც მართავს საპროცენტო განაკვეთებს და ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკას ხელში უჭირავს. როგორც ჩანს, უზენაეს სასამართლოს წინა გადაწყვეტილებას დაყრდნობით, ტრამპს შეუძლია ასე უბრალოდ გაათავისუფლოს იგი. თითქოს ყველაფერი გასაგებია. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას შეუძლია გაათავისუფლოს. ის არაფრით განსხვავდება წინა თანამშრომლისგან. მაგრამ აქ უცებ უზენაესმა სასამართლომ აზრი შეიცვალა და დაბლოკა დონალდ ტრამპის მიერ ფედერალური რეზერვის საბჭოს წევრის ლიზა კუკის გათავისუფლება, რითაც შეინარჩუნა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა.
ამასთან ფედერალურ რეზერვის შესახებ გადაწყვეტილება 1 ხმით მიიღეს, 5 მოსამართლე 4-ის წინააღმდეგ. და აი უცნაურია, რატო შეიძლება ბანკი, ხოლო სავაჭრო კომისია არა? როგორ მუშაობს ეს? ერთ დამოუკიდებელ ორგანოში ტრამპს შეუძლია გაათავისუფლოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ხოლო მეორე ზუსტად ასეთივე ორგანოში, იურიდიულად ასეთივე უწყებაში არ შეიძლება. ლოგიკა აქ არ არის. და კრიტიკოსებმა ეს მაშინ შენიშნეს. ანუ გამოდის, რომ მოსამართლეების ყველა არგუმენტი წინა გადაწყვეტილებაში სრული სისულელეა. ეს სრული ფალსიფიკაცია? რატომ შეუძლია ტრამპს სხვა უწყებებში თანამშრომლების გათავისუფლება, ხოლო ფედერალურ სარეზერვო სისტემაში არა? ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი დაცვა, რაც დარჩა დამოუკიდებელ ორგანოებს, არ არის კანონი. ფაქტობრივად ეს არის 6 მოსამართლის განთხოვა, რომლებიც ახლა თავად წყვეტენ, დიახ თუ არა კანონზე ყურადღების მიუქცევლად. დღეს ასე ვთქვათ, მათ შეიწყალეს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ხოლო ხვალ შეიძლება გადაიფიქრონ და თქვან: მოусმინეთ არა, მოდით ლიზა კუკი მაინც გაათავისუფლოთ. აი ესე დაიწყო ახლა მუშაობა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ. მაგრამ უზენაეს სასამართლოს 29 ივნისის გადაწყვეტილება არის გრძელი სერიის ფინალი, სადაც ხელისუფლება ნაბიჯ ერთხელში გადადიოდა. მასშტაბის გასაგებად ცოტა ქრონოლოგიას დავალაგე. პირველი ნაბიჯი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის პირველ ვადაში გადაიდგა. მაშინ უზენაესმა სასამართლომ უკვე დაიწყო დამოუკიდებელი უწყებების დაცვის შესუსტება, როდესაც ტრამპს მისცა უფლება გაეთავისუფლებილებინა სხვა სააგენტოს, მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი. და მაშინ სასამართლომ ფრთხილად განაცხადა, რომ შეიძლება გაათავისუფლო, რადგან მას ერთი დირექტორი ხელმძღვანელობს და არა კოლეგია. იგულისხმება, რომ თუ უწყებას ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს და არა კოლეგია, მაშინ შეიძლება ამ ერთ ადამიანს გაათავისუფლო. მაგრამ დღეს ეს დათქმა გააუქმეს და ახლა შეიძლება კოლეგიური კომისიის წევრების გათავისუფლებაც. მეორე ნაბიჯი არის იმუნიტეტის საკითხი. არ ვიცი, შეიძლება ბევრმა ის ხვი დაივიწყა, მაგრამ 2024 წელს იმავე უზენაესმა სასამართლომ პირველად 250 წლის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა თავად პრეზიდენტის მდგომარეობა კანონთან მიმართებაში. მაშინ დაადგინეს, რომ თუ სახელმწიფოს მეთაური, ანუ დონალდ ტრამპი, მოქმედებს ოფიციალურად სწორედ როგორც პრეზიდენტი, ის დაცულია ამ ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნისგან. კანონიერი იყო ეს თუ უკანონო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ის პრეზიდენტი იყო, მას ვერავინ შეეხება. და სწორედ მაშინ პირველად ალბათ შეერთებული შტატების პრეზიდენტი იცით, ასე კანონზე მაღლა დააყენეს. თქვენს რომ თითქოს კანონი ყველასთვის თანაბარია, მაგრამ არიან ისეთები, ვინც უფრო თანასწორია. აი თუ პრეზიდენტი არ გვაქვს კანონს, მაგრამ ის პრეზიდენტია პრინციპში, მას ვერ შეეხები. და მესამე ნაბიჯი არის საერთოეროვნული სასამართლო აკრძალვადი. და 2025 წელს უკვე დაიწყო ტრამპის მეორე ვადა. და მაშინ სასამართლომ შეზღუდა მოსამართლეების უფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკონ თეთრი სახლის ქმედებები. და ისევ 6-3-ის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ შეამცირა საერთოეროვნული აკრძალვის მოქმედება ისე, რომ ისინი მხოლოდ იმ პირებს შეეხოთ, ვინც უშუალოდ შეიტანა სარჩელი. ანუ პირობითად ხდება რაიმე უკანონო ქმედება პირების ჯგუფის წინააღმდეგ. და ამ პირების ჯგუფში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა, ვინც წავიდა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლო აღიარებს, რომ ამ მთელი პირების ჯგუფის წინააღმდეგ უკანონოდ მოქმედებდნენ, მაგრამ იცავს მხოლოდ იმ ერთ ადამიანს, ვინც სარჩელი შეიტანა. დანარჩენებს კი თუ გინდათ, თქვენ შეიტანეთ სარჩელი. აი ესე იმუშავა ამან. ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, ადრე ერთი მოსამართლე შეეძლო ერთდროულად ყველა ამერიკელისთვის უკანონო განკარგულება შეეჩერებინა, ასე შეიძლებოდა. ეხლა კი მხოლოდ ცალკეული მოსარჩელეებისთვის, ხოლო დანარჩენებს ცალ-ცალკე მოუწევთ სასამართლოში სარჩელის შეტანა. ეხლა ვეღარ შეძლებს ერთი მოსამართლე უბრალოდ აიღოს და შეაჩეროს ტრამპის რომელიმე გადაწყვეტილების მოქმედება. და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. ხელისუფლების უზურპაცია ხდება არა მხოლოდ უფლებამოსილებების მიტაცებით, არამედ იმ ადამიანების მოცილებითაც, ვინც ოფიციალურად შეუძლია თქვას არ. და აი დღევანდელი გადაწყვეტილება გათავისუფლებებზე და შარშანდელი გადაწყვეტილება სასამართლო აკრძალვებზე არის ორი დარტყმა ერთ მიზანზე. მოიშორონ დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ აშშ-ის პრეზიდენტი. ჯერ მოსამართლეები დაასუსტეს. ერთი მოსამართლე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მთელი ამერიკელი ხალხის ინტერესებში. არ შეიძლება. ახლა კი ასუსტებენ დამოუკიდებელ უწყებებს, რომლებიც უნდა ემუშაოთ პოლიტიკისა და პოლიტიკური შეხედულებების მიღმა. მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს მეორე მხარეც. სასამართლო ყოველთვის ავტომატურად არ იღებს გადაწყვეტილებებს ტრამპის სასარგებლოდ. სამართლიანობისა და სიზუსტისთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ის შემთხვევებიც, სადაც ტრამპი მარცხს განიცდის.
ვაჭრობის ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპმა სერიოზული მარცხი განიცადა. გასცემებთ. 2026 წლის 20 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ გაუქმა ტრამპის მასშტაბური გლობალური ტარიფები და დაადგინა, რომ პრეზიდენტმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, როცა საგანგებო უფლებამოსილების კანონს დაეხმო. ტრამპი მაშინ გაბრაზებული იყო. გადაწყვეტილებას სამარცხინოს უწოდა და თქვა, რომ საერთოდ ცხენია ესეთი მოსამართლეების გამო. ფათაშორის საინტერესოა, ეხლა აღარ ცხენია ამ მოსამართლეების გამო. მაშინ ცხენოდა და ამბობდა, მოსამართლეები ცუდები არიან. ეხლა კი მოსამართლეები კარგები არიან. და კიდევ 29 ივნისს ერთი მოულოდნელობა მოხდა, რომელიც ტრამპისთვის დარტყმა აღმოჩნდა. სასამართლომ მხარი დაუჭირა შტატების კანონებს, რომლებიც საშუალებას აძლევს დათვალონ ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენები, რომლებიც არჩევნების დღის შემდეგ მივა. და ეს იყო მოულოდნელი პასუხი ტრამპის ფოსტით ხმის მიცემის წინააღმდეგ მიმართულ ხანგრძლივ ტაქტიკაზე. ტრამპმა დაუყოვნებლივ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს მიიღოს კანონი Save America Act, რომელიც ზღუდავს ფოსტით ბიულეტენებს და აწესებს მკაცრ ახალ მოთხოვნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და მოქალაქეობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. გარდა ამისა, სასამართლომ უარყო მისი აპელაცია ჯინ კეროლის საქმეზე. ეს ნიშნავს, რომ ტრამპმა უნდა გადაუხადოს ყოფილ კოლუმნისტს $5 მილიონი. ორ სიტყვაში გეტყვით რა მოხდა აქ. მწერალმა და ჟურნალისტმა ჯინ კეროლმა საჯაროდ განაცხადა, რომ 1990-იანი წლების შუა პერიოდში დონალდ ტრამპმა მას სექსუალური ძალადობა მიაპენა ნიუ-იორკის უნივერმაგის გასახდელში. ტრამპმა კატეგორიულად რა თქმა უნდა უარყო ეს ბრალდებები. კეროლი მატყუარად მოიხსენია, ხოლო მისი ისტორია გამოგონილ თაღლითობად შეაფასა. პასუხად ჟურნალისტმა ტრამპის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელები შეიტანა ცილის წამებისადისა და მისი რეპუტაციის შელახვისთვის. შედეგად სასამართლომ იგი იურიდიულად პასუხისგებლად ცნო სექსუალურ ძალადობასა და ცილის წამებაში. თუმცა თავად გაუპატიურების ფაქტი ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სტანდარტებით დაუმტკიცებლად მიიჩნიეს. თუმცა მიუხედავად ამისა, აღიარეს, რომ იგი დამნაშავეა და ახლა $5 მილიონი გადახდა მოუწევს. მაგრამ დაუბრუნდით არჩევნებს. 29 ივნისს სასამართლომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ექნება შედეგს. უზენაესმა სასამართლომ დათანხმდა განეხილა ამომრჩეველთა სიების მასობრივი წმენდის კანონიერება არჩევნებამდე ბოლო კვირებში. უფრო დიდი საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება იმ მეთოდებს, რომლითაც არიზონა არამოქალაქეებს ამოიღებს რეესტრებიდან და პირდაპირ არის ნათქვამი, რა კონტექსტში ხდება ეს. ეს აძლიერებს რესპუბლიკელების ძალისხმევას გაამკაცრონ ხმის მიცემის წესები დონალდ ტრამპის უსაფუძვლო განცხადებების ფონზე. მასობრივი გაყალბების შესახებ რატო არის ეს ყველაფერი საშიში? პირველ რიგში უზენაესმა სასამართლომ, როდესაც ტრამპს მისცა უფლება გაათავისუფლოს დამოუკიდებელი უწყებების ხელმძღვანელები, გაანადგურა დამცავი მექანიზმი, იგივე კარის მცველი. სამი ხელისუფლების შტოს სისტემა არ არსებობს ბიუროკრატიის დიდი სიყვარულის გამო. არამედ იმიტომ, რომ შეზღუდვების გარეშე ხელისუფლება ყოველთვის ერთნაირად მთავრდება, ბოროტად გამოყენებითა და უზურპაციით. ყოველთვის. როდესაც პრეზიდენტს შეუძლია გაათავისუფლოს ნებისმიერი რეგულატორი, გამომძიებელი ან არბიტრი, რომელიც უბრალოდ ხელს უშლის მას, ქრება დამოუკიდებელი ზედამხედველობის არსი. და უკრაინაში სცადეს ასე მოქცევა. როგორც სცადეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შემთხვევაში. ღმერთს მადლობა, არ გამოუვიდეთ. ორგანი, რომელიც მაგალითად უნდა ამოწმებდეს მედიკამენტებისა და საკვების უსაფრთხოებას, უნდა იძიებდეს ავიაკატასტროფებს, იცავდეს მომხმარებლებს, იცავდეს მუშაკებს და ასე შემდეგ. ეხლა იწყებს თეთრი სახლისკენ ყურებას და არა ფაქტებისკენ და იწყებს დაგურვებას. აბა იქ რა ხდება? რა განწყობებია ეხლა? თუ დონალდ ტრამპი მაგალითად მოითხოვს თქვა მუშაკების წინააღმდეგ მოქმედებას, მაშინ ეს ორგანო აღარ დაიცავს მათ. იმიტომ რომ ამ ორგანოს ხელმძღვანელი ხვდება თუ დონალდ ტრამპის ნებას წინააღმდეგ წავა, მაშინ მაშინვე გაათავისუფლებენ. და მორჩა. ანუ აქ თავი არა ფაქტებია, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურა. მეორე, ეს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტისთვის მუშაობს. და სწორედ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ პარტიული ლოგიკის მიღმა. ის ძალაუფლება, რომელიც დღეს უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს გადასცა, დარჩება თეთრი სახლის შემდეგ ბინადარსაც. ვინც არ უნდა იყოს ის. ამიტომაც ზოგიერთი რესპუბლიკელიც კი შოკში იყო ასეთი გადაწყვეტილებისგან. იმიტომ რომ ისინი კარგად ხვდებიან, რომ ეს ყველა უფლებამოსილება დარჩება შემდეგ დემოკრატი პრეზიდენტსაც. იცით, ეს მესამეა. თუ ყველა ამ გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე შეხედავ, ისინი ასე საშიშად არ ჩანს. ვიღაცას გაათავისუფლეს რაღაც ჩინოვნიკი. შეზღუდეს მოსამართლეები რაღაც შტატებში. მხოლოდ ერთი კანონი შეასუსტეს. და მხოლოდ ერთ საქმეზე დათანხმდნენ განხილვას. ანუ ცალ-ცალკე რო შეხედო, ეს ყველაფერი წვრილმანია, ეს არაფერია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ყველაფერს გარედან შეხედავ, აშკარა ხდება. სულ უფრო მეტი ძალაუფლება ერთ ადამიანს უგროდება.
და სულ უფრო ნაკლები რჩება იმათგან, ვისაც შეუძლია თქვას გაჩერდიან. ალბათ ყველაზე მეტყველი დეტალი ის ფონია, რომელზეც ეს ყველაფერი ხდება. ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხომ აჩვენა, რომ ამერიკელების სიამაყე საბუთარი დემოკრატიით 28%-მდე დაეცა. ამერიკელთა მესამედზე ნაკლები დღეს ამაყობს იმით, თუ როგორ მუშაობს მათი დემოკრატია. ნაკლები ნაწილი ვიდრე მესამედი. ქვეყანა, რომელმაც 250 წლის წინ აჯანყდა მეფის წინააღმდეგ, ახლა თავის იუბილეს აღნიშნავს და განიხილავს. ხომ არ მიიღო მისმა პრეზიდენტმა ისეთი ძალაუფლება, რომელიც თვითონ იმ გვირგვინსაც კი არ ქონია. აქ სამ წერტილს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ ახი, დააწყაფუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. 2000 მშვიდობით.